დღეიდან საქართველოს მასშტაბით პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო. მასწავლებლებმა პირველი გამოცდა პროფესიულ უნარებში ჩააბარეს. საგამოცდო პროცესმა გორში მშვიდ ვითარებაში ექსცესების გარეშე ჩაიარა. გორში რეგისტრაცია სულ 2640-მა მასწავლებელმა გაიარა. 600-მდე პედაგოგმა გამოცდა დღეს ჩააბარა. სასერტიფიკაციო გამოცდებზე გასვლის მსურველ პედაგოგთა რაოდენობამ გასულ წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად მოიმატა. დღევანდელ დღეს პედაგოგები აბარებენ სასერტიფიკაციო გამოცდას უნარებში. დღეს სიით გამოცხადებული უნდა ყოფილიყო 660 პედაგოგი, გამოცხადდა 605. გამოცდის ხანგრძლივობა 5 საათნახევარია. გორის საგამოცდო ცენტრში შექმნილია ყველა პირობა იმისათვის, რომ პედაგოგებმა გამოავლინონ თავისი მაქსიმალური ცოდნა. პედაგოგები მოვიდნენ საკმაოდ შემართულები, მობილიზებულები, ისე რომ არანაირ მღელვარებას ადგილი არ ქონია, არანაირ ექსცესს ადგილი არ ქონია. გამოცდა დაიწყო საკმაოდ ნორმალურ ვითარებაში და მუშაობენ, რათა აიღოს სერტიფიკატები, რომელებიც ალბათ მათი მომავალი სამსახურების და სამუშაო ადგილების გარანტი იქნება. წლევანდელი სასერტიფიკაციო გამოცდების პირველი დღე მასწავლებლებმა წარმატებით გადალახეს. ისინი უკვე მომდევნო გამოცდისთვის ემზადებიან. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ ყველა სერტიფიცირებულ პედაგოგს სტატუსის გარდა ხელფასიც მოემატება. მასალაც არ იყო მაინც და მაინც ძალიან რთული და დასაძლევი იყო ჩემი აზრით. ცოტა რაღაცები კი გამიჭირდა, მაინც მე ჩემი თვალმომზადებული ტრენინგებზე არ მივლია და რა ვიცი, იმედია ჩავაბარებ. 45 დავალება იყო სულ. ძალიან მიადვილა. არ ვიცი, ნახოთ. მედი მაქვს რომ ყველა ჩააბარებს, წარმატებულს უსურვებ ყველას და რა ვიცი, მადლობელი ვარ იმით რომ გამოცდები უტარდებათ მასწავლებლებს. მე ვფიქრობ რომ წარმატებით გავართვი თავი დავალებას და ძალიან მოხარული ვარ რომ მივდივართ მართლა ევროსტანდარტებზე და ესეთი ცვლილება და ნამდვილად უნდა იყოს სკოლებში სერტიფიცირებული მასწავლებელი რომ აამაღლოს კვალიფიკაცია და მოსწავლეთა ჩართულობა და мотиваცია. გამოცდა ყოველთვის რთული არის, სიახლეები იყო, მაგრამ მე მგონი პრაქტიკოსი მასწავლებელი რაღაცას მიაღწევდა, გააკეთებდა წარმატებით. გამოცდები პროფესიულ უნარებში მთელი საქართველოს მასშტაბით 2, 3, 4 და 5 ივლისს ჩატარდება. უნარჩვევების ჩაბარების შემდეგ მასწავლებლები გამოცდას უკვე საკუთარ სპეციალობაში ჩააბარებენ.